გამარჯობა, მე ვარ თეონა ამაღლობელი და ეს მერაკის პოდკასტია, ანუ ჩვენი პოდკასტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენია არაფორმალური განათლების ინსტიტუტი მერაკი, სივრცე შენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ხოლო ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია ყვავილების მაღაზია Sunflowers-ი. Sunflowers-ი არის ადგილი, რომელსაც პირადად მე წლებია ვირჩევ და ვენდობი. ყვავილების შეკვეთა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ, მისამართი კი მიცკევიჩის 15 ნომერია. დეტალებს უკვე აღწერილობაში მიუთითებს. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა: პარტნიორული ურთიერთობები და მიჯაჭვულობა. სწორედ ამიტომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ფსიქოლოგი ნიკო ამბოკაძე. მადლობა, გამარჯობა. გამარჯობა, ნიკო, პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი ძალიან საინტერესო თემით და ძალიან მინდა დავიწყო არა იქედან თუ რა არის მიჯაჭვულობა, არამედ ჩემს სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად შემოსული შეტყობინება არის, არ ვიცი უკვე რაღა გავაკეთო, ვიზიდავ ერთსა და იმავე ურთიერთობებს და ყველა ჩემი ურთიერთობა სრულდება ერთი და იგივე დასასრულით. როგორ ფიქრობ, აი რატომ ხდება ეს? არასწორ პარტნიორს ვირჩევთ ამ შემთხვევაში თუ რაღაც სხვა არის აქ? ესე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მექნება ამას, ყველას შემთხვევა განსხვავებული იქნება, ბუნებრივია. თუმცა ხდება იმიტომ, რომ ადამიანმა ბოლოს და ბოლოს რაღაცა გააცნობიეროს, რაღაცა გაკვეთილი ისწავლოს და რაღაც დასკვნა გამოიტანოს იმ არსებული ურთიერთობიდან, იმიტომ რომ შემთხვევითი არ არის ის, რომ ადამიანი მუდმივად ერთ წრეზე ტრიალებს, ხო? იგივე პატერნებით აგრძელებს ურთიერთობებს. შესაბამისი პარტნიორებიც ხდება, ხო? და თუ ვერ სწავლობ, მოდის მეორე მასწავლებელი, თუ ვერც იქ ვერ სწავლობ, მოდის მესამე, მეოთხე და ხშირ შემთხვევაში ადამიანი ისე ასრულებს ცხოვრებას, რომ ვერ სწავლობს და ზოგი ძალიან მალე სწავლობს გამოსავალს, ესე ვთქვათ, და გზას, რომ რაღაცა გააცნობიეროს, რაც კითხვის პასუხი გასცეს და შემდეგ გააგრძელოს გზა ცოტა სხვანაირად რა და ურთიერთობებიც გააგრძელოს შესაბამისად სხვანაირად. ანუ შინაგანი შაბლონებია რაღაცა, რასაც იმეორებს. ხო, ქმედებებია, რასაც იმეორებს, ამას ბუნებრივია ცნობიერად არ იმეორებს, იმიტომ რომ შეუძლებელი ადამიანს ცნობიერად კონდეს სურვილი იმის, რომ მუდმივად მიიზიდოს ერთი და იგივე ურთიერთობა და მუდმივად ყველა ურთიერთობა სრულდებოდეს კრახით, ესე ვთქვათ, ან დრამით და მძიმედ და შემდეგ შედიოდეს ურთიერთობაში და ისევ იგივე დასასრული კონდეს. ანუ ლოგიკურად ამას გააზრებულად ადამიანი არ გააკეთებდა, ხო? რაღაცა არსებობს რა მის არაცნობიერში ისეთი, რომელიც მისგან დამოუკიდებლად ამას აკეთებს და რაღაცას ისამით ამბობს და თუ ადამიანი ახერხებს იმის მოსმენას, დაკვირვებას, ხო? ამ შემთხვევაში გამოდის გამოსავლის გზის ძიება და თუ ვერ ახერხებს, მეორდება მუდმივად ერთი და იგივე, მუდმივად ერთი და იგივე. თუმცა მე მგონია, რომ სადღაც ადამიანი ჩერდება და კითხვა უჩნდება, რომ აი რატომ? და ეს კითხვა რო გიჩნდება რატომ? და მეორე კითხვა არის კიდე, რასაც ხშირად სვამენ ხოლმე, რომ რა არ მინდა, რაზე არა ვარ თანახმა, აი აღარ მინდა ეს. არა მინდა არა, რა არ მინდა. და რა არ მინდა მე მიგიყვანს, რომ აი ეს მუდმივად ერთი და იგივე ისტორიები არ გინდა და მე იწყებ უკვე პასუხის ძიებას, რომ რატო ხდება ეს. რა უფრო მნიშვნელოვანია, ვიცოდე რა მინდა ურთიერთობაში თუ რა არ მინდა? მე ვთვლი რა არ მინდა. ყოველ შემთხვევაში ესე მგონია, იმიტომ რომ რა მინდა, იცი მაშინ როგორ უნდა შევხედოთ, ისე რა მინდა ძალიან რთულია განსაზღვრო გრძელვადიან პერსპექტივაში. ეხლა დღეს მაგალითად ავიღოთ წყვილი კარგად არის და არ ვიცით ეხლა 5 წლის მერე რა მოუნდება ან ერთს ან მეორეს, ხო? რთულია ამის განსაზღვრო. ახლო მომავალში შეგიძლია რაღაცები დაგეგმოთ, თუმცა რა არ მინდა უკეთესი მოტივატორი მგონია მე პირადად ჩემ აზრს ვამბობ, აი რატო, აი მაგალითად უარყოფითი მოტივატორები უფრო ძლიერად მუშაობს ხოლმე, როგორც წესი, სიგარეტზე რო ვიღაცას უნდა თავის დანებება, შეიძლება არ დაანებოს იქამდე, სანამ არ ეტყვის ექიმი, რომ აი ახლა კიდე ერთხელ თუ მოწევ ან თუ გააგრძელებ მოწევა, სერიოზული პრობლემების წინაშე დადგები. ანუ ეს არის უარყოფითი მოტივაცია, რომ მე თუ მოვწიე, ცუდ შედეგებამდე მივალ და მე ამას ვანებებ. ვანებებ რატო? არ მინდა სიკვდილი, არ მინდა ცუდად გახდომა. ანუ ეს არ მინდა უფრო ძლიერი მოტივაციაა ხოლმე, რომ რაღაცა შეცვალო და ურთიერთობის წესია, რომ თვალი არ დახუჭო რაღაცეებზე და რაღაც რაც არ მოგწონს, არ ქსიამოვნებს, ყოველთვის დააფიქსირო და შენ თავს უთხრა, რომ ეს არ მინდა. ის კი არა, რომ მე რაღაცეების გამო დავთმობ რა, იმიტომ რომ მოდი რაღაცების გამო გავჩუმდები, იმიტომ რომ ის რაღაცეები არ დამეკარგოს. თუ ესე გააგრძელე ურთიერთობა, შენ თავთანაც არ იქნები მართალი და ამიტომ მგონი რაღაც ნაწილობრივ კი პასუხე, რომ ხო რა არ მინდა, უფრო ძლიერი მოტივატორი მგონია მე, ვიდრე ის რა მინდა. არ მინდა, მაგრამ ემოციურად ვარ ამ მამაკაცთან მიჯაჭვული. აი აქ რა შაბლონები, აქ რა ხდება?
იცი ხა აქ რო გავარკვიოთ რა ხდება, მაშინ მიჯაჭვულობაზე უნდა ვისაუბროთ, ჩვენ რომელიც ძალიან არა, ნუ სამი ნაირსახეობა აქვს, სამი ძირითადი ფორმა რაც არის მეოთხეც არის დამატებული, მაგრამ უმეტესად სამია და მაშინ უნდა ვისაუბროთ მიჯაჭვულობაზე და მივყვეთ თუ გინდა ვისაუბროთ ამაზე. ეს თემა მიჯაჭვულობის აი რაოდენისედაც არ უნდა ჟღერდეს დრამატულად დავარქვათ თუ გინდათ ყველა ადამიანი არის ასე თუ ისე მიჯაჭვული, იმიტომ რომ ჩვენ ვიბადებით მიჯაჭვულები, ვიბადებით უსუსურები და ვიბადებით უმწეოვები. ამასთან ამ ყველაფერთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ფაქტობრივად ძუძუმწოვარა, რომელიც სრულიად უსუსური იბადება, ჩვენ არ შეგვიძლია დამოუკიდებლად გადარჩენა, ხო? აი სხვა ჩლიქოსნები მაგალითად ძალიან მალე დგებიან ფეხზე 1 საათში. შეუძლიათ რომ დადგნენ იმოძრაონ, რატომ? იმიტომ რომ მტაცებელს უნდა გაექცნენ და რაღაცნაირად ესე არის ადამიანი მოწყობილი და ჩვენ როდესაც ვიბადებით გვჭირდება დაახლოებით 10 თვე. 9-დან 12 თვემდე რომ მაინც ფეხზე გავიაროთ, ზოგს 2 წლამდეც სჭირდება, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება გადარჩენისთვის ვიღაც სხვა, ვიღაც დიდი, ესე რომ ვთქვათ ფსიქოლოგიურად, გვჭირდება დედობრივი გარემო, დედა, ნანა, რძე, ხო? აი ეს სითბო, რაც გარკვეული ტემპერატურა, რომ ჩვენ გადავრჩეთ ამ სამყაროში პირველი. ანუ ჩვენ არ ვეძებთ ბავშვი, არ ეძებს სიყვარულს როგორც ასეც, იმიტომ რომ შეუძლებელია ბავშვმა ცნობიერად იცოდეს რა არის საერთოდ სიყვარული, ის ეძებს უსაფრთხო ობიექტს, ვისთან ერთადაც გადარჩება. ეს ძირითად შემთხვევაში არის დედა. აქედან გამომდინარე ჩვენ დაბადებიდან გამოდის რომ ვიბადებით მიჯაჭვულები და შემდეგ უბრალოდ მთელი ცხოვრება ვაგრძელებთ ამ მიჯაჭვულობის ნაირსახეობებს. უბრალოდ აქ აღსანიშნავია რა ტიპის მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდება, როგორც წესი 3 წლამდე ყალიბდება ხოლმე. და მერეც ნუ ბუნებრივია ყალიბდება, მაგრამ ძირითადად 3 წლამდე ყალიბდება და პირველი ეს არის უსაფრთხო მიჯაჭვულობა, რომელიც შედარებით ჯანსაღია, ჯანსაღ ურთიერთობებს რო არქმევენ ხოლმე, შეგვიძლია მივაწეროთ უსაფრთხო მიჯაჭვულობას. მეორე არის შფოთვითი, ანუ ამბივალენტური მიჯაჭვულობა, მესამე არის ამრიდებლური მიჯაჭვულობა. ეხლა ჩვენ რო ეს კარგად გავიგოთ, აი ეს ზრდასრულ ურთიერთობაში რატო არის, რომ აი ემოციურად თან უნდა, თან არ უნდა, მაგრამ მიჯაჭვულია, ხო? უნდა გავარკვიოთ, რომელი ტიპის მიჯაჭვულობასთან გვაქვს საქმე. მე რასაც ვაკვირთები ძირითადად ჩვენთან არის შფოთვითი ამრიდებლური მიჯაჭვულობა ჩამოყალიბებული ალბათ 70-75%-ში ურთიერთობებისა. ეს საიდან მოდის? მოდი დავიწყოთ უსაფრთხოდან დავიწყოთ. მაშინ უსაფრთხო არის, როდესაც ბავშვის ემოციებზე რეაგირება გვაქვს, ბავშვს უსმენთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას ყოველ კაპრიზს უსრულებთ, ესე ვთქვათ, ხო? სიტყვაზე ბავშვს რაღაცა კამფეტი მოუნდა და ტირის და მშობელი მიდის მასთან და ეუბნება, რომ ხედავ, რომ კამფეტი გინდა, ხედავ, რომ ტირი ხარ, მაგრამ დღეს კამფეტი არ მაქვს, არ იქნება. ანუ ეს რას აღძრავს ბავშვის არაცნობიერში, რომ ჩემი ემოცია დანახულია, რეაგირება მოხდენილია, მაგრამ ყველაფერი არ მეძლევა. მეორე ვარიანტი, აი დედა მიდის სახლიდან, ეუბნება, რომ მე წავედი და მოვალ. დედა მიდის და მართლა მოდის იმავე დროს ან დათქმულ დროს, ხო? და ბავშვს უჩნდება განცდა, რომ უსაფრთხოა ეს ყველაფერი. ანუ მისი მშობელი გადის, მერე მოდის. დავუშვათ რაღაც თუ უნდა და ტირის არ აიგნორებენ, ამჩნევენ, დანახულია ესე ვთქვათ მისი ემოცია, მაგრამ ყოველთვის არ არის შესრულებადი, ანუ ხან მიეცემა კამფეტი, ხან არ მიეცემა. ჯანსაღი სუბიექტი ყალიბდება ამით და ამრიდებლური არის როგორი რაღაცა იცი, დედა ხან ძალიან ემოციურად არის ჩართული, ხან პირიქით საერთოდ არ არის ჩართული ბავშვის ცხოვრებაში და ბავშვისთვის ეს სამყარო არის არაპროგნოზირებადი ამ დროს. ანუ ვერ გაუგია რა ემოცია უნდა გამოავლინოს, რომ მიიღოს სრული ყურადღება. იმიტომ რომ ხან არის დედა ძალიან ეხუტება, ხან არის რომ პირიქით ტირის და საერთოდ არც უყურებს, რომ იტირებს და გაჩუმდება რა. არის ეს მიდგომაც და ძირითადად ჩვენი მოსახლეობაც ესეთ კავშირში არის გაზრდილი, დღესაც ეს გრძელდება, დღეს ხელს უშლის კიდე ეს დიჯიტალიზაცია ტელეფონები, რომ იმ ბავშვს მისცემენ ხოლმე ტელეფონს, რომ დადუნდეს ან YouTube-ზე რაღაცა შაურთავენ, დედას ტელეფონი უჭირავს და მოდი კამფეტის მაგალითიც რო გავაგრძელოთ, რომ ტირის ბავშვი კამფეტი უნდა, ეხლა ამრიდებლურზე ვსაუბრობთ. დედა მიდის და აძლევს მომენტალურად აძლევს კამფეტს. ეხლა მეორე დღეს ისევ ტირის ბავშვი. დედა არა თუ არ აძლევს კამფეტს, არც რეაგირებს მის ტირილზე.
ეხლა ბავშვი ვერ ხვდება რომ გუშინ ტირილით მიიღო კამფეტი, დღეს კიდე ტირის, კიდე უფრო აუწია ტირილს, მაგრამ კამფეტი არ ეძლევა და ემოციაზეც არავინ არ რეაგირებს მასზე. შეიძლება წამოარტყან კიდეც რა, რომ გაჩუმდი. ამიტომ შემდეგ უკვე ყალიბდება შფოთვითი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ერთი რომ დედა მიდის და არ ბრუნდება ყოველ დღე და მეორე ვერ გაუგია მის ემოციებს რა რეაგირება მოყვება ხოლმე. ანუ გაურკვეველი, არაპროგნოზირებადი და ცდილობს რომ თუნდაც აი ზრდასრულ ურთიერთობაში სიყვარულის ობიექტს როცა მიუახლოვდება, დაიწყოს მისი გაკონტროლება, რომ ხელიდან არ დაუსხლდეს. იმიტომ რომ ბავშვობაში ხარ შეეძლო დედის გაკონტროლება, ესე ვთქვათ, ზრდასრულობაში უკვე ცდილობს რომ აი ეს არსებული გზა ის დანაკლისი გააგრძელოს. აი რა პარტნიორულ ურთიერთობებში არის ხოლმე, ხო, აი სათხარ, როდის მოხვალ, ეხლა რა შვები, აი მუდმივად რო ჩართულია, რომ კონტროლს არ გაიქცეს ეს ყველაფერი და თან შფოთავს, აი თუ ტელეფონმა არ უპასუხა 2-3 საათი მიდის ფანტაზიებში, რომ ხო არ გაცივდა, ან რა დაემართა, ან მე მგონი ისე აღარ არის ჩემს მიმართ ემოციურად განწყობილი და მიდის თავის შფოთვებში, მოკლედ თავის შიშებზე საუბრობს და როდესაც აი ამ ამრიდებლურით შედის ადამიანი ურთიერთობაში, ბუნებრივია იქ თუ საფრთხო მიჯაჭვულობის ტიპაჟი არ შეხვდა და შფოთვას შეხვდა, არის ძალიან დიდი შფოთვა და მერე დრამა და მერე დაშორება და მერე ისევ იგივე წრე, შემდეგ ისევ იგივე წრე, სანამ ადამიანი არ გააცნობიერებს, რომ უბრალოდ რაღაცა ძველ გზას აგრძელებს და რაღაცა უნდა დაასრულოს, ხო? შეიძლება ეს მაგალითად პირიქით გამოიხატებოდეს, ეხა უცებ როცა ამბობდი რომ აი ურთიერთობა მიჯაჭვულება, უცებ გამახსენდა რომ მაგალითად აი ჩემთვის მართლა წითელია, როდესაც მეკითხებიან სათხარ, აი ეხლა სათხარ რას აკეთებ, ვისთან ერთად ხარ. ანუ შეიძლება რომ პირიქით გამოავლინო ეს, რომ ეს შენთვის იმდანაც აი წითელი შუქი იყოს, რომ ეს მიჯაჭვულობა იყოს. მაგრამ ხო, აი გაღიზიანებდეს მოკლედ ეს და ხო. პირიქით დაბლოკო ეს. ხო, აი მესამემდე არ მივსულვართ, ეხლა მესამეს ვიტყვი და პასუხიც გაეცემა. მესამე არის ამრიდებლური მიჯაჭვულობა, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი ემოციებს გამოხატავდა, მაგრამ უგულებელ ყოფილია მისი ემოციები, დიდად დანახული არ არის, ან მეორე შემთხვევა არის, როდესაც აი ბავშვი ტირის და დედა ამაზე ისე შფოთავს და ისე პანიკობს, რომ დედა ხდება უფრო მისახედი და მე ბავშვს უჩდება განცდა, რომ ესე იგი ჩემი ემოცია, რომელიც მე გამოვხატე, აზიანებს სხვას, იმიტომ რომ სხვა უფრო ცუდად გახდა. აი ხო არის, რომ ბავშვს სიცხი აქვს და დედას წნევა უცევს და ძალიან ცუდად არის და პანიკაშია და ეს პანიკა მე გადაედება ხოლმე ხა ბავშვი ისე მოზარდი ვთქვათ რა და ამიტომ მე ეს ადამიანი ხდება ახდენს დისტანცირება საკუთარი თავის, საკუთარი ემოციების, ურჩევნია რომ ემოციები არ გამოხატოს ორი მიზეზის გამო. ერთი რომ მაინც არავინ არ ხედავს ამას სუსტად, იმიტომ ესე ისწავლა და მეორე ჩემ ემოციებს შეიძლება მოყვეს სხვა ადამიანის დამძიმება, ესე ვთქვათ და გაუარესება. ამიტომ ურთიერთობაში ვარ, მაგრამ ძალიან ახლოს ნუ მოხვალ. ჩემთან მით უმეტეს ნუ გამოკონტროლებ, იმიტომ რომ მე არავინ არ მაკონტროლებდა არასდროს და მე თუ ურთიერთობაში ვარ და ის მირეკავს მუდმივად სათხარ, ეს იმდენად უცხოა ჩემთვის. იმიტომ რომ არათუ სად ვარ მე ბავშვობაში არც იმას არ მეკითხებოდნენ რაღაც რომ ვტიროდი და მიჭირდა და მткиო და რა მჭირდა და ეხლა სათხარ ძალიან ისეთად აღიქმება ჩემთვის შემაწუხებლად ესე ვთქვათ, ხო? თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ურთიერთობა არ მინდა, ოღონდ არა ისე როგორც თქვენ გინდათ, ან ისე როგორც შენ გინდა, ხო? არა ისე ღრმად გადაჯაჭვული. თუმცა შენთან ერთად მინდა ოღონდ ჩემი წესებით, ესე ვთქვათ. ესეც არის ემოციური ჩაკეტილობა ერთგვარი, რომ იმიტომ რომ არ იცი იმ ემოციებს მე რა მოყვება. ხო, ანუ ესეც არაჯანსაღია. ხო, არაჯანსაღია ისე ვთქვათ, რა საკუთარი თავისთვის და შეიძლება პარტნიორისთვისაც არაჯანსაღი გამოდის ეს. თუმცა ყველაზე ჯანსაღი მაინც უსაფრთხო არის, რაც მე რაც ვაკვირდები, ძალიან იშვიათია ეგეთი ტიპის ურთიერთობა და ეგეთი აღზრდა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად 90-იანებში ერთი, კოლექტიურადაც და კულტურულადაც შფოთვით ეპოქაში აღვისარდეთ და მეორე, ჩვენი მშობლებიც იყვნენ დაძაბულები, შფოთავდნენ ჩვენს ავტომატურადაც, სანამ საერთოდ ბავშვი გაჩნდება იქამდე ეს ხო ძალიან ძლიერი რეზონატორია და ნაყოფი გრძნობს და ეხლა 90-იანებში ბუნებრივია უკვე შიგნით იწყებოდა ჩვენი შფოთვები და მე ვცდილობთ მუდმივად პარტნიორი აი ეს ტექსტები ხო გაგვიგია, ხო ისევ გიყვარო არ. ხო ხშირი ტექსტია და რატო სჭირდება ადამიანს დადასტურება, რომ ხომ ისევ უყვართ. იმიტომ რომ ხომ ისევ მნიშვნელოვანია მისთვის, ეს აინტერესებს. ხო არ დაუკარგავს მას მნიშვნელობა სხვა ადამიანის სურვილში, სხვა ადამიანის თვალში.
და ესეც არის ერთ-ერთი ის მიჯაჭვულობა, რომ არ დავიკარგო ჩემი ადგილი მის სურვილში. და ეს მოდის იქიდან, რომ როდესაც ბავშვი პირველად საკუთარ თავს აღიქვამს, დედის თვალებით. იმიტომ რომ სარკეში, როდესაც იხედება დედა და უჭირავს შვილი, ბავშვისთვის ის გამოსახულება არის უბრალოდ გამოსახულება. მან არაფერი არ იცის იმის შესახებ და დედა როცა ეუბნება, რომ ჩემი ლამაზი ბიჭი, ჩემი ლამაზი გოგო, ჰეი, ნახე, ეს შენ ხარ და იღიმის, ხო? ანუ ბავშვი სამყაროს პირველად ხედავს დედის თვალებით. და ამიტომ დედა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არის მისთვის და როდესაც დედა ბავშვისგან მიდის, აი მაგალითად სამსახურში ან თავის საქმეებზე, შფოთვა არ უჩნდება მხოლოდ ფიზიკური განშორების. მას აქვს განცდა, რა თქმა უნდა, არაცნობიერი, რომ მან შეიძლება დაკარგოს ადგილი დედის სურვილში. რომ აღარ იყოს დედისთვის იმდენად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დედისთვის ბავშვი არის მთელი სამყარო და ბავშვს ეს ინფანტილური განცდა აქვს, რომ მთელი სამყარო ჩემს გარშემო ბრუნავს. მაგრამ დედას იქ სხვა სურვილებიც აქვს, ხო? მეუღლე ყავს, სამსახური, საქმეები და ეს შფოთვაც ერთ-ერთი აქიდან არის, რომ ფსიქოანალიტიკურად ეგრე არის, რომ ბავშვს უჩნდება შიში დაკარგოს ადგილი დედის სურვილში, რომ მე ვარ ის, რაც დედას უნდა. მაგრამ ვარ კი ის, რაც დედას უნდა? ანუ იქნება აღარა ვარ ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც მას უნდა, იმიტომ რომ რატო არ ატარებს მაშინ ჩემთან ამხელად და ამდენ დროს. კი, ნიკო, ეხლა შეიძლება მშობლები გვისმენენ და დაიბადეთ კითხვა, მაშინ როგორ მოვახდინო რეაგირება, როდესაც ბავშვი ტირის, რა არის სწორი რეაგირება? ხო, სწორი რეაგირება არის მისი ემოციების აღიარება. მე ვერ გამოვდგები ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი არა ვარ და ესე იმად ვერ ვისაუბრებ, თუმცა გამოცდილებით და ლიტერატურით რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ბავშვის ემოციები უნდა იყოს აღიარებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი ყოველი სურვილი და კაპრიზი უნდა შევასრულოთ. უბრალოდ უნდა დავინახოთ, აი ბავშვი ტირის და ვეუბნებით, რომ ხედავ, რომ ტირი ხარ, ხედავ, რომ გეწყინა. მე აქ ვარ. უბრალოდ დღეს ამას ვერ მოგცემ. და არა ის, რომ გაჩუმდი, იტირებს და გაჩუმდება კაცო რა, დაანებეთ თავი, ან წამოვარტყათ. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რომ იგრძნოს, რომ ყველა მისი სურვილი არ სრულდება და არ არის აუცილებელი დედამ ყველა სურვილი ბავშვს აუსრულოს და უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ხედავდნენ მის ემოციებს, რომ დანახულია, მაგრამ ყველაფერი არ სრულდება. არ ვიცი სტატისტიკა მართლა არც გადამიხედავს და არც ვიცი, მაგრამ ესეთი სურათი ჩანს, რომ ქალი უფრო მეტად ეჯაჭვება მამაკაცს, ვიდრე პირიქით მამაკაცი ქალს და არის თუ არა ეს ასე, ან რა განსხვავებაა მამაკაცსა და ქალის მიჯაჭვულობას შორის, როგორ გამოხატავს მამაკაცი მიჯაჭვულობას და როგორ გამოხატავს ქალი მაგალითად მიჯაჭვულობას? იცი, დიდი განსხვავება, ახლა ბიოლოგიურად არ არის, იმიტომ რომ ორივე ადამიანია და უბრალოდ შეიძლება ფორმა იყოს რაღაცა განსხვავებული, ფორმა იმით იყოს განსხვავებული, თვითონ ადამიანი როგორი ტიპაჟია და როგორი ბუნების ადამიანია, ესე ვთქვათ, თორე მიჯაჭვულობა არის და ორივე შემთხვევაში შეიძლება ერთნაირად გამოვლინდეს. ახლა მამაკაცმა აი მაგალითად თუ ეს შეიძლება რომ კონტროლით გამოავლინოს, რომ მუდმივად აკონტროლებდეს ყოველ მის ნაბიჯს, ის რო არიღებს ტელეფონს და ქალებს ურეკავდეს, რო აი ეს არ პასუხობს და აბა სად არის და შფოთავდეს, ძალიან ძლიერად შფოთავდეს და შფოთვაში გულისხმობ იმას, რომ რამეს ხო არ აშავებს ან ჩემს მიმართ ხო არ გაცივდა და ასე შემდეგ და ქალი, არ ვიცი, ქალი ალბათ უფრო ქალს საკუთარი მნიშვნელობის დაკარგვა არ უნდა რა და ცდილობს რომ ქალიც ცდილობს რომ კონტროლში იყოს ხოლმე, რომ აი სათხარ და რაღაცებს ქალიც აკეთებს რა. ამიტომ ესე ეხლა ვერ ვისაუბრებთ, ყველას ვერ მოერგება ეს საუბარი, იმიტომ რომ ყველამ შეიძლება რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი რაღაცა თავისებური სამყარო არსებობს, ხო და ამიტომ დიდად არ განსხვავდება სიმართლე რო გითხრა, მიჯაჭვულობა უბრალოდ გამოთქმის ფორმებში არის სხვაობა და რაღაცა პატარა გამოვლინებებში, ესე ვთქვათ, თორემ მიჯაჭვულობა არის მიჯაჭვულობა, ის ადამიანია, ის ადამიანია რა. და აი რა არის საბაზისო, რაც ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობის შესაქმნელად აი არის, რა ვიცი, რეცეპტი შეიძლება არა, მაგრამ რაღაც პირველი ნაბიჯები. ესე რეცეპტი არ ვიცი, ესე აბიგლუკოზა არ ვიცი, რომ
გასცე და დაიჭიროს და ყველა მოერგოს და 8 მილიარდმა ადამიანმა რეცეპტებით იაროს არ არის მაგრამ უნდა გააცნობიეროს ადამიანმა რომ ურთიერთობაში არჩევანი შედის თუ შიშით აი რაღაცის შევსება სჭირდება რაღაცა დანაკლისის ამოვსება სჭირდება თუ უბრალოდ კარგად არის და ამ კარგად ყოფნის სხვასთან ერთად გაზიარება სჭირდება აი ეს შეგვიძლია ვთქვათ რომ არის ასე თუ ისე ჯანსაღი აი ხა რა ესეთ მაგალითს მოვიყვანე ვინიკოტი ესეთი ფსიქოლოგი ამბობდა რომ ბავშვი არ არის ცალკეულად ბავშვი არის დედასთან ერთად ბავშვი და დედა ზრდასრულობაში ასეა რომ ადამიანი არ არის ეს ავტონომიური ცალკე ინდივიდი ადამიანი არის ურთიერთობებში ანუ ის რომ მე შეიძლება ჰარმონიულად და კარგად ვიყო საკუთარ თავში ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს სხვასთან ურთიერთობის სურვილი არ მექნება იმიტომ რომ ჩვენ სოციალური არსებები ვართ სოციალური ცხოველები ვართ მოდი ესე დავარქვათ და ჩვენ ერთმანეთი ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება და მე რომ საკუთარი თავი მოვიყვანო, ესე ვთქვათ, ჰარმონიაში რაღაცები გავაცნობიერო, ტრამები დავამუშავო და კარგად ვარ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე გარშემო არავინ არ მჭირდება, ხო? ანუ მიჯაჭვულობა მაინც იარსებებს, იმიტომ რომ მე მინიმუმ მინდა რომ ჩემი კარგად ყოფნა სხვასთან გავიზიარო, ესე ვთქვათ. და თუ მე ეს ყველაფერი ჩემში დაალაგებული მაქვს, შესაბამის ადამიანს შევხვდები. ანუ ვეღარ შევხვდები, ხო? ისეთ ადამიანს, ვინც დაუშვათ ამას არევს, ან თუ შევხვდები ავირიდებ, ესე ვთქვათ, შინაგანად და აი ჯანსაღი ურთიერთობის ერთ-ერთი მაჩვენებელი ეგ არის, რომ ურთიერთობაში შევიდეთ არჩევანით და არა იმით, რომ მე შენ მჭირდები. აი მე შენ მჭირდები ნიშნავს იმას, რომ ჩემში რაღაც ნაწილს სჭირდება ამოვსება. და მე თუ ვიტყვი რომ შენ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი, ესე იგი მე შენში ჩავდე მნიშვნელობა, ანუ შენში ჩავდე ის, რაც მევე მაგიჟებს მე თვითონვე. და თუ შენ ჩემგან წახვალ, მე იმაზე უფრო მძიმედ ვიქნები, ვიდრე სანამ შენამდე მოვიდოდი, იმიტომ რომ ის ამოვსებულიც მთლიანად წაიღე და სხვა ნაწილებიც თან გააყოლე და თუ მე შენთან ურთიერთობაში შემოვალ რაღაცა დანაკლისებით მაშინ ყველა ვარიანტში მივეჯაჭვები ამას, იმიტომ რომ იქნები ადამიანი, რომელიც ამ დანაკლისებს ამოავსებს, მაგრამ მე რა გარანტია მაქვს, რომ მთელი ცხოვრება ჩემთან იქნები ეს ერთი და მეორეს არ იქნება ჯანსაღი, იმიტომ რომ მე მომინდება, რომ ეს დანაკლისი მუდმივად ხელში მეჭიროს, აი წარმოვიდგინოთ, რომ სისხლი მოსდის ადამიანს და ხელს ადებს და ხო, აღარ მოსდის და აჭერს. მას სულ ესე ხო არ ვივლი, სულ ესე ფოთოში და კონტროლში ხო არ ვიქნები, სადღაც მეორე ადამიანს დააღვli და მას მოუნდება ჩემგან წავიდეს და თუ ის წავა ამ დროს ჩემგან, მე მივიღებ ძალიან ძლიერ ტკივილს, თუმცა ეს ტკივილიც არ არის პრობლემა, მაგან უნდა გამზარდოს მე. ვიფიქრო, რა ჩავდე მასში ისეთი და რატომ მივეც იმ ადამიანს ამ ხელა მნიშვნელობა. კი, ნახე, ძალიან საინტერესოა ხა რაც თქვი, მაგრამ შეიძლება თუ არა ორივე იყოს მიჯაჭვობის რაღაცა ერთი და იგივე ფორმა ქონდეს და ეს ქმნიდეს იდეალურ ტოქსიურ ურთიერთობას. არსებობს თუ არა ესეთი აი იდეალური თუ ქვია ურთიერთობას, ტოქსიკური ვეღარ ერქმევა, ხო? მომწამვლელი შხამიანი. თუ ტოქსიკურია, იდეალური არ იქნება. ჩემი აზრით იდეალური ურთიერთობები არ არსებობს. ილუზიები გონია მე ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ იდეალური არც სამყარო არ არსებობს, შესაბამისად იდეალური ურთიერთობაც ვერ იარსებებს. თუმცა იდეალურთან მიახლოებულის არსებობა შესაძლებელია. არის მაგალითად აი თუ უსაფრთხო მიჯაჭვულობის ადამიანი შეხვდება ამრიდებლურს, ეს ძალიან გაიწყვილია, იმიტომ რომ რეგულაცია და შფოთვა ხვდებიან ერთმანეთს. აი მეორე ადამიანს როდესაც აქვს შფოთვა, აი გირეკავდი არა იღე, მოდის თავისი პარტნიორი და ეუბნება რომ ვნახე რომ ირეკავდი, უბრალოდ ვერ გიპასუხე, შეხვედრა მქონდა, თუმცა ჩვენ შორის არაფერი არ შეცვლილა, მაშინ ძალიან მიყვარხარ და ეხლა გავატარებ თელ დროს შენთან. და როდესაც ეს ხშირად ხდება, ეს შფოთიანი ადამიანი სწავლობს, რომ სამყარო უსაფრთხო ხდება ნელ-ნელა მისთვის, ანუ მისი არ პასუხები, იმის ნიშანი კი არ იყო, რომ ეს ადამიანი გაცივდა და გადაუყვარდი და აღარ ვაინტერესება. არა, უბრალოდ დრო არ ქონდა. მე მოდის ატარებ ჩემთან დროს და მე ნელ-ნელა ვიწყებ ჩემში რაღაცების გაცნობიერებას და მე შეცვლას. ანუ ეგ კაი წყვილია რა იდეაში, ხო და იდეალური ტოქსიკურობა ხო. ეს რაღაც ის თანამედროვე სიტყვა. ოკეი, ხო. ტოქსიკურობა, ანუ შხამიანი, მომწამვლელი, დამღლელი, ენერგია გამოცლილი ურთიერთობა, ხო. აი როგორია იდეალურობასთან მიახლოებული ურთიერთობა მაშინ? სხვისი საზღვრების გათვალისწინება, პიროვნების გათვალისწინება და სივრცის მიცემა ადამიანისთვის, რომ აი ორი ადამიანი ურთიერთობს, თუმცა ორივეს აქვს თან პარალელურად თავიანთი სამყაროები, ხო?
და არ ცდილობენ ერთმანეთის სამყაროებში დაუკითხავად შეჭრას, ანუ სივრცის დაუკითხავად გარღვევას. და ამ ყველაფერს ცემენ პატივს. ანუ პიროვნებას უნდა სცემდე პირველ რიგში პატივს, ადამიანს უნდა სცემდე პირველ რიგში პატივს და ეს ურთიერთობა უნდა იყოს შენი არჩევანი. ის კი არა, რომ ეხლა მე შემოვედი ურთიერთობაში და შეგცვლი. მე ვიცი ეხლა შენ რა გჭირდება და არა. მე ვიცი შენ როგორიც ხარ და გიღებ ისეც როგორიც ხარ. და მე შენთან მინდა ურთიერთობა, ანუ მე არა ვარ თერაპევტი, რომელმაც უნდა შეგცვალოს, სხვა შორის წყვილები ერთმანეთის თერაპევტები არ არიან ხოლმე და ანუ ვერ იქნები შენი პარტნიორის ესე ვთქვათ ფსიქოთერაპევტი. ხო, წყული ხო საუკეთესო სარკეა იდეაში, ხო, რომ ძალიან ბევრ სარკეა. რაღაცას გვანახებს, მაგრამ ვერ ფსიქოთერაპევტი ვიქნებით კლასიკური გაგებით თერაპევტი, და ხო? სარკეა, იმიტომ რომ მიხვდე სად გაქვს პრობლემა და სად გიჭირს ზოგადად ურთიერთობაში უნდა შეხვიდე, რომ ურთიერთობიდან დაინახო, იმიტომ რომ ურთიერთობაში თუ არ შეხვედი, ვერ გაიგებ სად ტრიგერდები თუნდაც, სად გაქვს რაღაცა დანაკლისი. ამიტომ ურთიერთობა არის სარკე, ხო? ყველა ვარიანტში სარკეა. კი. და ძალიან ხშირად ქალს ეხა მეც ჩემს თეონას რო გადავხედო 22-23 წლის თეონას, მამაკაცი კი არ მოწონდა, იდეა ვინ შეიძლება და გამხდარიყო ამ მამაკაცისგან, ხო? ანუ აქ ესე იგი რა პრობლემა ქონდა თეონას? ანუ ხო არის გოგოები, რომ იწყებენ ურთიერთობას, მაგრამ რაღაცა იქეთ აშენებენ, აი ესეთი, ამას შევცვლი, იმას შევცვლი და ფიქრობენ, რომ იქ ქორწინების შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება, რეალურად არ იცვლება და ამიტომ ხშირად არის კონფლიქტები, ხო? რა უნდა დაამუშაოს ქალმა, რომ ეს ჯანსაღი ურთიერთობა დაიწყოს და რაღაც რომ ხვდება ადამიანს, შეხვდეს ზუსტად იმ ადამიანს, მიიღოს ისეთი როგორც არის და არა ააშენოს რაღაცა მოლოდინები, რომელიც მან მის თავს ვერ გაუმართლა. იცი რა არის მოლოდინს ყოველთვის ახასიათებს იმედგაცრუება. მოლოდინში იმედგაცრუებას ეძახიან ამას, რომ ჩემი შექმნილი ესე ვთქვათ წარმოსახული ადამიანი არასდროს როგორც წესი არ ემთხვევა რეალობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის განწირულია იმედგაცრუებისკენ, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ მე ადამიანს არ ვიცნობ, ჩემ ფანტაზიებში რაღაც შევქმენი, მე შევხვდი ამ ადამიანს და ისეთი არ არის, როგორიც ჩემს თავში იყო. ბუნებრივია ამ დროს მეორე ადამიანი არაფერ შუაში არ არის, ჩვენს მიერ შექმნილია. ურთიერთობებზეც ესე ვაწყობთ ხოლმე ფანტაზიაში, რომ აი სანამ დავიწყებთ ურთიერთობას, უკვე ვხედავთ, აი რა როგორ იქნება. მაგრამ ეს არის ჩვენი ხედვა. და იმ ადამიანს შეიძლება ქონდეს თავისი ფანტაზია, თავისი წარმოსახვა, რომელიც ჩვენსაც არ ემთხვეოდეს და როგორც ჩვენ ვფიქრობთ ჩუმად საკუთარ თავში, ისე ფიქრობს ის ადამიანიც ჩუმად საკუთარ თავში ხატავს. და მე უშუალოდ როცა იწყება კონფლიქტი რეალურად რამ დროს არის ისევ ჩვენ თავთან, რომ ჩვენ მოლოდინში რაღაც არ მართლდება და არა იმ ადამიანთან. რა მოლოდინები აქვს მამაკაც პარტნიორული ურთიერთობებისგან და რა ქალს, ანუ რა სურვილები აქვთ, რა განსხვავებული სურვილები და მოლოდინები აქვთ? არ ვიცი, ხა ეგ ისეთი კითხვა არის. ზოგადად ვერ გავცემ ამას პასუხს. მოლოდინები რა ქალს ჭირდება უფრო მამაკაც? სჭირდება. ხო, აი რა ჭირდება მამაკაც ურთიერთობაში და რა ჭირდება ქალს ურთიერთობაში? მამაკაც მე ვიტყოდი, რომ სჭირდება მისი მნიშვნელობის დანახვა ურთიერთობაში და ქალს სჭირდება უფრო ემოციური უსაფრთხოება, ემოციურ უსაფრთხოებაში გულისხმობ იმას, რომ შეეძლოს ქალს თავისი ემოციების გამოხატვა, გამოვლენა, ისე რომ იქიდან არ მოდიოდეს შეფასება მამაკაცისგან, ანუ უსაფრთხო გარემო სჭირდება იმისთვის, რომ იყოს თავის ავთენტური ნაწილი პარტნიორთან და მამაკაც სჭირდება მნიშვნელობის განცდა, რომ ის მნიშვნელოვანია მეორე ადამიანისთვის. და ეს არის ძალიან ისეთი აი ძირითადი მოდელი, ხო და დანარჩენი ხა ყველა ხო ამ გეუბნებით, რომ აი ინდივიდუალურია და ეხა გამოკითხა რომ ჩავატაროთ ჩვენ გარეთ ეხა ქუჩაში მიკროფონით რო ვიაროთ და 30 ადამიანი რო გამოკითხოთ, ყველამ შეიძლება სხვადასხვა პასუხი გაგვცეს და ძალიან საინტერესო პასუხები გაგვცენ. ყველა არ იქნება ბუნებრივია გულწრფელი, მაგრამ პასუხები იქნება აბსოლუტურად სხვადასხვა. ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ არ ვისაუბრო ესე რაღაც golden key ეგეთი. არ არსებობს golden key ესე იგი. ხო, ურთიერთობაში ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველა ჩვენი გამოცდილებით, ყველა ჩვენი ბავშვობით ვართ წარმოდგენილი ზრდასრულობაში. აი ორი ადამიანის, რომელიც ერთნაირად იზრდება, მაგალითად ავიღოთ ძმები, რომელიც ერთ ოჯახში არიან, იდენტურად ზრდიან და ერთი აბსოლუტურად სხვანაირი იზრდება და მეორე აბსოლუტურად სხვანაირი, ხო? ამიტომ მოკლედ ესე ერთმნიშვნელოვნად ამაზე ვერ ვისაუბრებ. ოკეი. კაი, რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ქალს მამასთან, თუ როგორ პარტნიორს ირჩევს ეს ქალი? ხო, აი ეგ საინტერესოა.
აი, ეხლა გაიგითხო, ამიტომ რომ მნიშვნელობა აქვს და გარდამტეხიც. თუ ქალისთვის მამა ბავშვობაში იყო ხელმისაწვდომი, სტაბილური, ამ შემთხვევაში ის ცდილობს, რომ იპოვოს პარტნიორი, რომელიც იქნება მისთვის უსაფრთხო სივრცე. თუმცა თუ მამა იყო ამ ბავშვისთვის ცივი, მიუწვდომელი, ამ შემთხვევაში შეიძლება ქალი მიილტვოდეს ზუსტად იგივე პარტნიორისადმი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ დაამთავროს დაუსრულებელი ურთიერთობა თავისივე ფსიქიკაში. ამას ბუნებრივია ის ცნობიერად არ აკეთებს. რას ნიშნავს ახლა ეს? თუ ბავშვობაში მე არ შემეძლო რომ ყურადღება დამემსახურებინა მისი, იმიტომ რომ არ ვიცოდი ეს როგორ უნდა გამეკეთებინა და ეხლა მივილტვი პარტნიორისადმი, რომელიც ჩემს მიმართ ცივია, ეხლა მე შემიძლია რაღაცა ფორმით მისი ყურადღება დავიმსახურო, რომ ის ძველი ტკივილი შევცვალო. და ამიტომ გამოდის ორივე შემთხვევაში სარკე ეს ურთიერთობა, რომ ის ძველი რაც მაშინ ვერ შევძელი, ეხლა შევცვალო ამ ზრდასრული ფორმით. ამიტომ არ არის ეს პარადოქსული, რაოდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჩანდეს ერთი შეხედვით, რომ რატო უნდა უნდოდეს ახლა ადამიანს. და ბევრია, ხო? რომ მაინც და მაინც რატო ხვდები იმ ხალხს, ვინც მუდმივად ცივია, ყურადღებას არ მაქცევს და ჩემგან გარბის და რატო მიზიდავს ეს ადამიანები და მე ვფიქრობ აი ამიტომ რა. ხო, ჩემმა მეგობარმა არასდროს არ დამოვიწყდება, ძალიან წლების წინ თქვა, ანუ ეგ არის დიდი სისულელე, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მომეწონოს მამა ჩემის მსგავსი უპასუხისმგებლო ადამიანი ის ცხოვრებაში და მისთვის მისი გამოცდილება. მაგრამ გავიდა წლები, დაახლოებით 3-4 წლის შემდეგ, სუსტად ერთ-ერთი მამის ტიპაჟი მეუღლე ყავს მას გვერდით. ანუ მან მოინდომა იმ ტკივილის განახლება, თუ რა მოინდომა ამ შემთხვევაში? დასრულება. დასრულება. დასრულება ფსიქიკურად. იმიტომ რომ კიდე ხა ერთხელ ვიტყვი, რომ ბავშვობაში, როდესაც მამა იყო დისტანციური, ცივი და ნაკლებ დროს ატარებდა, ხო, თავისი ქალიშვილის ცხოვრებაში, იმ დროს პატარა ბავშვს არ შეუძლია, რომ საკუთარი მნიშვნელობა აჩვენოს, ხო? და როდესაც ზრდასრულობაში გადადის და არაცნობიერად ხვდება ადამიანს, რომელიც არის მის მიმართ ცივი, ემოციურად დისტანციური, უჩნდება კითხვა, რომ რატო ვარ აქ. თუმცა ფსიქიკურად ფსიქიკა ცდილობს, რომ ის არსებული გააგრძელოს და თან დაასრულოს, იმიტომ რომ ეხლა ზრდასრული ვარ და თუ ადრე არ შემეძლო ყურადღების მიპყრობა, ეხლა მაინც შემიძლია, რომ რაღაცა ფორმით ეს გავაკეთო, რომ შევცვალო აქ, რომ შეიცვალოს მერე იქაც. იქაც ხო. და რა მნიშვნელობა აქვს, მე რა დამოკიდებულება მაქვს დედაჩემთან იმას თუ როგორ პარტნიორულ ურთიერთობაში შევდივარ. აქვს ამას გოგოსთან, ანუ გოგოს რა დამოკიდებულება აქვს დედასთან, განსაზღვრავს ჩემს პარტნიორულ ურთიერთობებს? კი, ნუ ყველაფერს განსაზღვრავს, შეიძლება დეიდა ბებიაც განსაზღვრავდეს იქ და მამიდა უფრო მეტად განსაზღვრავდეს, ხო? თუ დედაზე მეტად სხვა იყოს ჩართული მის ურთიერთობაში. კი, ბიჭების შემთხვევაში უფრო განსაზღვრავს ამას დედის ფაქტორი, იმიტომ რომ დედა როგორც თქვით არის პირველი ადამიანი, ვის თვალებითაც ჩვენ უყურებთ ამ სამყაროს, ხო და განსაზღვრავს, მაგრამ უფრო მამების თემა არის ქალებთან წამოჭრილი პარტნიორულ ურთიერთობას გულისხმობდა ბიჭების შემთხვევაში დედების რა, იმიტომ რომ სქესობრივად ჩვენ ვირჩევთ ხო სხვადასხვა სქესის ადამიანს და ამიტომ ხო, მაგრამ უფრო ვიტყოდი რომ მამები უფრო დიდი ფიგურები არიან. ვიდრე დედები. ხო, დედები თავისებურად ბუნებრივია, მაგრამ დედები უფრო ბიჭებისთვის. კაი, მაშინ აი ბიჭებს რო გითხრა, რა როლი აქვს იმას თუ როგორ დამოკიდებულება აქვს დედას ბიჭთან, როგორ პარტნიორს ირჩევს, პარტნიორის არჩევის დროს. აი დედები როდესაც იჯაჭვებენ ძალიან თავიანთ ბიჭებს და არ უშვებენ ხელს, მე ეს ბიჭები იჯაჭვებენ თავიანთ პარტნიორებს და ასევე არ უშვებენ ხელს. მუდმივად აკონტროლებენ, შფოთავენ და იმეორებენ იგივე პატერნებს, იგივე ქცევის მოდელებს, გაუცნობიერებლად, ხანდახან გაცნობიერებულადაც ქალში ეძებენ დედას. და ამაში არაფერი არ არის გასაკვირი, ეს ფსიქოლოგიურად სრულიად გასაგები რამ არის, იმიტომ რომ ბიჭისთვის არის დედა პირველი სიყვარული, პირველი აღქმა სამყაროსი. ანუ ქალს პირველად ხედავს დედას. შესაბამისად, დედის ფიგურას ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაში და
ჩვენ ვიცით რომ აი ზრდასრულ ასაკში ხო 30, 35, 40, 50 წლის ბავშვებსაც ეძახიან ხოლმე, რომლებიც მთლიანად არიან ჩამოკიდებული დედებს, დედის პენსიებს, დედის ემიგრაციიდან გამოგზავნილ თანხებს თავიდან ბოლომდე და როდესაც არ ხდება დედისგან ესე ვთქვათ განთავისუფლება, გულისხმობ ფსიქიკურად განთავისუფლებას და ემოციურადაც არ ხდება პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ ემოციებზე და საკუთარ თავზე. შესაბამისად ურთიერთობაც ვერ იქნება ვერანაირად ჯანსაღი, იქნება განწირული მიჯაჭვულობისკენ და განწირული აი ამ ტოქსიკურს, რასაც ეძახიან, ხო, მომწამვლელი მდგომარეობისკენ. აი, მამაკაცმა როგორ უნდა მოახდინოს მაშინ სეპარაცია დედისგან? დედაც უნდა დაეხმაროს ამაში. და როდესაც ჩვენ არ გვაქვს ფიზიკური გამოსავალი, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიპოვოთ ფსიქიკური გამოსავალი. გააჩნია ეს რა ასაკში ხდება, როგორ ხდება, იმიტომ რომ ვიღაცების შემთხვევაში ეს ხდება ტრაგედიებით, ხო, დედა გარდაიცვალა და ბუნება აკეთებს ამას. თუმცა უნდა მოახერხოს იმით, რომ პირველ რიგში დედებმაც უნდა შეუწყონ ხელი და აღიარონ ის, რომ თავიანთი შვილი, ესე ვთქვათ, არ არის ბოლომდე და საერთოდაც არ არის მათი საკუთრება, რომ ცოტათი ხელი გაუშვან. აღიარონ, რომ ეს ბიჭი იზრდება, ამოსდის წვერი, იპარსავს ამ წვერს, მერე მიდის ვიღაცას ხვდება, პაემანი აქვს, ხო? კინოში მიყავს, ანუ სხვა ქალი ჩნდება მის ცხოვრებაშიც და უნდა მისცეს სივრცე, რომ მიუშვას ცოტა ხანი ემოციურად. არ გააკონტროლოს მუდმივად. და ამ შემთხვევაში ეს მამაკაცს შემდგომ ძალიან დაეხმარება, მაგრამ თუ დედა ამას არ აკეთებს, ხო? და ხშირ შემთხვევაში დედები ამას ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ დედა არის ერთგვარი მფარველი ანგელოზი, მაინც საკუთარი შვილისთვის ნებისმიერ სიტუაციაში ის მართალი არის თუ არა, ყოველთვის ევლინება მფარველად. და ამიტომ აქ ძალიან ძლიერი მიჯაჭვულობა ყალიბდება და ამ შემთხვევაში მამაკაცმა უნდა გააკეთოს სანამ პარტნიორულ ურთიერთობაში შევა, იმიტომ რომ თუ შევა, ხდება დედის ჩანაცვლება, ანუ ის გადმოდის პირდაპირ აქეთ და უკვე ორი დედა ყავს ამ შემთხვევაში, ხო და. ანუ მამაკაცი ეძებს დედას ფაქტიურად ამ ქალში და აძლევს უფლებას იყოს არა დედა. იმდენად მშობლებს ვეძებთ, ჩვენ ვეძებთ განცდებს, რაც ან გქონდა ბავშვობაში დიდი დოზით, ან არ გქონდა. თუ არ გქონდა, შესავსებს ვეძებთ, თუ გქონდა იმის გაგრძელებას ვეძებთ, თორე ესე დედას რა თქმა უნდა არ ეძებს, იმიტომ რომ ყავს დედა. ყოველ შემთხვევაში ის ასე გიპასუხებს ცნობიერად, მაგრამ განცდა სჭირდება, აი დედა რა არის, ხო, ბიჭისთვის, თუნდაც გოგოსთვის, რომ უმზადებს საჭმელს. ნებისმიერ სიტუაციაში არის მის გვერდით. რაც არ უნდა გააკეთოს, ხო? ყოველთვის ამართლებს, ყოველთვის ეხუტება, ყოველთვის ეფერება, ფინანსურად შეუძლია არ შეუძლია ეხმარება, თავს გაწირავს. წარმოიდგინე ეს განცდები არსებობს ადამიანში და როდესაც შედის პარტნიორულ ურთიერთობაში, გაუცნობიერებლად ამ განცდებს ეძებს, ეს უნდა. წარმოიდგინე ხარ, როდესაც პარტნიორმა უნდა ჩაანაცვლოს დედა, რა რთული ხდება. ხო, როდესაც აი ეს ყველაფერი უნდა მისცეს პარტნიორს, ანუ უნდა გახდეს თვითონაც დედა, როდესაც საერთოდ არ ყავს ჯერ შვილი. თუმცა ყავს დიდი შვილი, აგერ 30 წლის პარტნიორი, ან 25-ის, ან რამდენისაც არის, ხო და. ამაზე აი ეგ ურთიერთობა გვაჩვენებს, აი სარკეაო რო ვამბობთ, რამდენად ხარ, ესე ვთქვათ, საკუთარ თავში რამდენად გაქვს რაღაცეები დამუშავებული და რამდენად არ აქვს რაღაცეები დამუშავებული. კი. მიჯაჭვულობა ვახსენეთ წეღან და ჩემს სოციალურ ქსელში ძალიან ისეთი განხილვადი თემა არის სექსუალური ურთიერთობები და ძალიან ხშირად ქალი შედის იწყებს სექსუალურ ურთიერთობას იმ იმედით, რომ აქვს მოლოდინი, მამაკაცი ამით უფრო მეტად დამოკიდებული გახდება მასზე და ეს ურთიერთობას უფრო გააღრმავებს. და ხშირად მამაკაცისთვის ეს იყო ჩვეულებრივი ერთი საღამო. მაგრამ ქალი ამ ერთმა საღამომ ძალიან მიაჯაჭვა, ემოციურად დამოკიდებული გახდა და რაღაც ააშენა მან უკვე რაღაც სამყარო ამ მამაკაცთან ერთად, ანუ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ დონეზე. რა ხდება მამაკაცთან, რატომ ხო არ გაუჩნდა მამაკაცს გრძნობა და რატომ გაუჩნდა ქალს გრძნობა, მაგალითად, სადა ბავშვობაშია ეს პატერნები თუ რა ხდება აქ? გავცეთ ახლა ერთად პასუხი რა ხდება აქ. ისევ სანამ პასუხს გავცემთ, თქვათ ის რომ ყველა შემთხვევას ბუნებრივია ეს არ მოერგება და არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ასე ხდება. მამაკაცს სისხლში აქვს უფრო მეტი ტესტოსტერონი ვიდრე ქალს. ეს ფიზიოლოგიურად. და ფსიქოლოგიურად ქალს სჭირდება
ძირითად 85-90%-ს ემოციები იმისთვის, რომ დაამყაროს მამაკაცთან სქესობრივი კავშირი. ანუ სჭირდება უსაფრთხოების განცდა, ემოციური უსაფრთხოების განცდა და სჭირდება რაც ძლიერი ემოცია უნდა გაუჩნდეს ჯერ, რომ მერე მოუნდეს მისი სხვანაირად შეგრძნება, ესე ვთქვათ. რომ მოუნდეს მისი სხვანაირად შეგრძნება, სჭირდება იქამდე ეს უსაფრთხოების განცდა, რომ მას უსმენენ, მას ხედავენ, აქვთ სწორი ანალიზი მის მიმართ და შეუძლია ამ ქალს ამ მამაკაცთან იყოს თავისუფალი და არ ეშინია მისი თუნდაც რაღაც ნაწილის გამოხატვის არ აქვს სირცხვილი, ხო? და ამ შემთხვევაში მე უნდება რომ უფრო ღრმად შეიგრძნოს და სხვანაირად შეიგრძნოს მამაკაცი. თუმცა მამაკაც ხშირ შემთხვევაში ბუნებრივია მამაკაცს სჭირდება სითბო და სჭირდება ზრუნვა, მაგრამ ისე შეიძლება არ იყოს ამ სქესობრივად როგორც ქალს უნდა და ამას შეიძლება მოახდინოს მათი ესე ვთქვათ აცდენა. არის კიდე სტრატეგია ურთიერთობების, რომელსაც ეძახიან საყვარლებს, lovers ესეთი ურთიერთობა არის, სადაც ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, ერთად სასიამოვნო დროს ატარებენ, თუმცა პარალელურად მათ აქვთ თავიანთი ცხოვრებები. აი რო ავიღოთ, კვირაში ერთხელ ან ორჯერ როგორც შეთანხმდებიან, ერთმანეთს ხვდებიან და მთელი აი დაგროვილი კვირის ესე ვთქვათ სტრესებს ერთად ესე ვთქვათ იქარწყლებენ, ხო? და აქ მნიშვნელოვანი ის არის უბრალოდ რომ თავიდანვე იყოს დანახული სწორად ერთმანეთის სურვილები, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელ რაღაცეებთან შეჯახებები. რომ როდესაც ურთიერთობას დაიწყებენ და რა სახის ურთიერთობაც არ უნდა იყოს, ხო, ეს სურვილები უნდა გაჟღერდეს. ანუ რაღაცის გამო, რაღაცის მიღებას, როდესაც ადამიანი იწყებს და იწყებს ტყუილის აშენებას იმის გამო, რომ რაღაც მიიღოს, ბუნებრივია ამას მოყვება დაძაბულობა და ამას მოყვება კონფლიქტი. ამიტომ ჯობია ადამიანმა გაამჟღავნოს მისი სურვილები თავიდანვე და თუ მეორე ადამიანი ამაზე წამოვა, ის ურთიერთობა ვერ იქნება ვერანაირად ტყუილში და ტყუილით გარემოცული, ხო და თუ ადამიანი გააჟღერებს და მეორე ადამიანი ამაზე არ წამოვა, თავიდანვე გასაგები გახდება ყველაფერი და დროსაც აღარ დაკარგავს ეს ორი ადამიანი. ამიტომ საუბარი არის ძალიან დიდი გამოსავალი, ოღონდ გულწრფელი, გულახდილი საუბარი და ამაში სირცხვილი არაფერი არ არის. კი. ნახე, ეხლა მამაკაცები ძალიან გულწრფელები გახდნენ. ნუ, ჩემი გადმოსახედიდან პირდაპირ ეუბნებიან მაგალითად ქალს ვისაც ხვდებიან რა უნდათ ურთიერთობისგან, მაგრამ ქალი ყოველთვის ამყარებს იმედს, რომ აი ეს დროებითი ურთიერთობა კი არ არის და აქ და ახლა ურთიერთობა, მოდი ახლა ვართ ჩვენ კარგად ბედნიერები და ვნახოთ რას მოგვიტანს მომავალი, ხო? ადრე მამაკაც ჭირდებოდა ტყუილი, რომ აი მე შენზე ვიქორწინებ და ჭირდება შენთან ურთიერთობა, მე შენ გხედავ შვილების დედა და ასე შემდეგ, მაგრამ ქალი მაინც მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი ზუსტად ეუბნება, მე ამ წუთას არ ვეძებ სერიოზულ ურთიერთობას, მაინც შედის ურთიერთობაში იმ იმედით, რომ ამ კაცს შეცვლის. რაზე აქვს მაშინ, მოდი ესე ვთქვათ, ქალს სამუშაო, რომ შექმნას ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობები და არ წამოეკიდოს მაინც იმას, რომ შეიძლება ეს კაცი შევცვალო და ჩემს მიმართ გზნობა გაუჩნდეს. აი მანდ უნდა გაჩერდეს მაშინ ნახე. თუ აი ესე მივდივართ მოლოდინში იმედგაცრუებამდე, თუ მამაკაცი ამბობს, რომ მას ესე ვთქვათ, არ უნდა სერიოზული ურთიერთობა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, თუმცა ზუსტად ხანდახან ადამიანებმა თვითონაც არიციან რა უნდა, შეიძლება თქვას, რომ არ მინდა სერიოზული ურთიერთობა, შევიდეს ურთიერთობა, ისე მოეწონოს და ისე ლამაზი გახდეს ის, რომ მერე მოინდომოს გაგრძელება, ხო? თუმცა თუ მამაკაცი ჩამოყალიბებულია და ამ სურვილს აჟღერებს და ქალმა იცის, რომ მამაკაცს დავუშვათ სხვა არაფერი არ მოუნდება, მაშინ გამოდის, რომ მე შევდივარ ურთიერთობაში საკუთარ თავთან, ჩემს ფანტაზიებთან, რომელიც შეიძლება მოვიხელთო მხოლოდ მე ჩემს გონებაში. რომელიც რეალობა შეიძლება არ დაემთხვეს, თუმცა იმედი, რომელიც ჩემში არსებობს, ცოცხლობს ამით. და ამიტომ ხშირად ეს იმედი არ მართლდება, მოყვება იმედგაცრუება, იმიტომ რომ მოლოდინებს აი 10-დან 8-9-ს მოყვება ხოლმე იმედგაცრუება და მერე გვიანი ხდება, მხოლოდ იმიტომ რომ ერთი ადამიანი მეორეს ეჩვევა როგორც სხეულებრივად, ისე ემოციურად და მერე დაშორება ხდება, უკვე ძალიან რთული ამ შემთხვევაში ქალისთვის, ხო? თუ ფიქრობს, რომ მოკლედ მისი პიროვნების გათვალისწინების გარეშე მე მას ავდგები და შევცვლი, უნდა იფიქროს იმაზე, რატომ უნდა მას იმ ადამიანის შეცვლა. რა განცდის მიღება უნდა და რა მდგომარეობის შექმნა უნდა მისით, იმიტომ რომ ის ხო დამოუკიდებელი ადამიანია, შენ რატო გინდა რომ სხვა შეცვალო.
სხვა შეგიძლია შენ უბრალოდ დაეხმარო, როდესაც ის ადამიანი თვითონ გადაწყვეტს რომ შეიცვალოს. სხვა შემთხვევაში მეორე ადამიანი უძლურია. სრულიად უძლურია. იმიტომ რომ რაც არ უნდა დედას ტკიოდეს შვილის გამო გული, მეუღლეს თავისი მეუღლის გამო შესტკიოდეს გული, ხო? იმ ადამიანმა თვითონ თუ არ გადაწყვიტა რომ მე ახლა უნდა შევიცვალო, ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს იქ არც საუბარს და არც ჩართვას. თუმცა თუ ის გადაწყვეტს რომ შეიცვალოს, ამ შემთხვევაში პარტნიორი ძალიან დიდი ძალა ხდება, შეუძლია რომ დაეხმაროს. აი, როდესაც წყვილში არის კონფლიქტები, პრობლემები და მხოლოდ ერთი ქალი ცდილობს მივიდეს თერაპიაზე, იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას, შეიძლება თუ არა ამ წყვილის გადარჩენა, თუ ორივე აუცილებელია რომ ჩაერთოს ამ პროცესში? არა, ორივე უნდა ჩაერთოს, ერთი თუ მიდის, მეორე რატო არ მიდის? კაცია და ფიქრობს რომ არ ჭირდება ფსიქოლოგი. ხო, ანუ ცალმხრივია ურთიერთობაში, ხო? არსებობს ახლა წყვილთა თერაპია არსებობს და ზოგადად აი ფსიქოლოგთან მისვლასაც რო თავი დავანებოთ, თუ ერთი ფიქრობს რომ ურთიერთობაში რაღაც შესაძლებელია და მეორე თუ ფიქრობს რომ ურთიერთობაში არაფერი არ არის შესაძლებელი, უკვე რაღაცა აცდენა არის, ხო? იმიტომ რომ ერთი თulis რომ ყველაფერი კარგად და მეორე თulis რომ არაფერი არ არის კარგად. ამ შემთხვევაში უკვე რაღაცაზე ვერ თანხმდებით. ასე გამოდის და რაღაცა კითხვები, როდესაც ჩნდება ურთიერთობაში, მნიშვნელოვანია რომ გაჟღერდეს. ითქვას რომ, კაი, შენ კი თვლი რომ არ გჭირდება არაფერი, მაგრამ მე ვთვლი რომ მოკლედ მე ეს პრობლემა მაქვს, მე ეს მაწუხებს, მე ეს მტკივა, მე ამის თქმა მინდა და მაგერ გეუბნები შენ და თუ არ მისმენ წავალ და ვეთქვი სხვას რა, მივმართავ თერაპევტს, თუმცა მეორე ადამიანი უნდა ფიქრობდეს თავის პარტნიორზე რეალურად, აი სიყვარულამდე არ მივსულვართ, მაგრამ სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულება ხო ზრუნვა არის. და თუ მეორე ადამიანი ითხოვს დახმარებას და სჭირდება საუბარი და რაღაცას ვერ აგვარებს, პარტნიორი უნდა ეხმარებოდეს მას ამის დაალაგებაში და უნდა ცდილობდეს რომ ასე ზრუნავდეს. მისი პიროვნების გათვალისწინებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ და არა თავზე გადაახდეს. კი, ზოგჯერ არის როგორი რაღაცი, შეიძლება ბავშვი ხედავს, რომ დედ-მამა, ანუ მამას სალკე ცხოვრება აქვს, დედას ოჯახს უვლის რაღაცა ზრუნავს და ამ კაცმა, ამ ბავშვმა დაინახა, რომ ესე ოჯახი ფუნქციონირებს და იმ ურთიერთობაში ზუსტად გადმოიტანა ეს ყველაფერი და ვერ ხვდება ქალს რა ჭირდება, იმიტომ რომ იგივე სურათი ქონდა ოჯახში, ხო? ემოციურად შორს მყოფი მამა, რაღაც დედა ოჯახი და ფიქრობს, რომ ეს არის ნორმალური ოჯახი და არც საჭიროებები აქვს, არც სურვილები არც ლაპარაკი არ უჩნდება, იმიტომ რომ მისთვის ნორმალურია ეს, მაგრამ ქალს შეიძლება აწუხებდეს ეს ყველაფერი. არა? ხო, შეიძლება კი, აი ყველანაირი ფორმა შეიძლება განხორციელდეს ურთიერთობაში. ამიტომ აი რაიმე გაუგებრობა რო არ იყოს, მნიშვნელოვანია საუბარი და თუ მეორე ადამიანს ჩვენი არ ესმის ან სამყაროს ხედავს თავის პრიზმაში, ამ შემთხვევაში ჩვენ მის ახლა მსოფლმხედველობას და ურთიერთობას ხო ვერ შევცვლით ბუნებრივია. ამ დროს შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება და შენ უნდა აიღოს საკუთარ ემოციებზე და ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა, რომ აი რა არ მინდათი რომ დავიწყე ახლა რატო არის უნიშნულოვანი, აი ამიტომ მნიშვნელოვანი მაგალითად შევედი ურთიერთობაში და არაფერს არ მაძლევს ის ადამიანი. რა მინდა კი არა, რა არ მინდა. ეს აღარ მინდა. ესეთი ტიპის ურთიერთობა აღარ მინდა. როგორ გავარჩიოთ მაშინ სიყვარული და მიჯაჭვულობა ერთმანეთისგან? აი დანაკლისით თუ შევდივართ ურთიერთობაში და იმის მოთხოვნით რომ მეორე ადამიანი გვჭირდება, ამ შემთხვევაში ეს შეიძლება აღვიქვათ მიჯაჭვულობად. მაგრამ როდესაც ურთიერთობაში შევდივართ რომ მე მასთან ყოფნა მინდა, თუმცა საკუთარ თავთანაც კარგად ვარ, ეს შეგვიძლია აღვიქვათ ჯანსაღ დასაწყისად. ანუ როდესაც მეორე ადამიანი ხდება ჩემი არჩევანი და არა ჩემი ტკივილის შემამსუბუქებელი და ამოსავსები, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ მიჯაჭვულობას ყოველთვის ახასიათებს ჩვენ კონკრეტულად ადამიანს არ ვეჯაჭვებით, ჩვენ ვეჯაჭვებით განცდას, რომელიც ძალიან გვაკლია, ან რომელიც გქონდა და იმის გაგრძელება გვინდა ისევ. ამიტომ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვა, რომ რატომ მინდა ახლა მე მასთან. იმიტომ რომ ის მომწონს როგორც ცალკეული პიროვნება და მინდა მასთან ერთად გავიზიარო და ერთად გავიზიაროთ ეს ურთიერთობა, თუ ის მე მჭირდება იმისთვის რომ კარგად ვიყო. შენ მე მჭირდები იმისთვის რომ გადავრჩე.
ჩემი ჰაერი ხარ, ჩემი სუნთქვა ხარ, ხო არის ეს ფრაზები და მეორე ადამიანი, როდესაც ჰაერი დამოკიდებულია მეორე ადამიანზე და ის თუ შენთან ერთად არ არის, ვერ სუნთქავ და შფოთვაში ხარ და პანიკა გეწყება, 2 საათი ტელეფონს რო არ იღებს, ან მეგობრებთან ერთად როცა მიდის და შენ რო ეუბნები, რომ მეც მოვდივარ, ან მეც წამოვალ და რაღაცნაირად აკეთებ ისე რომ ჩაეკვეხო და მიდიხარ იქ. ხო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა განცდა ზეჯაჭვები და არ გინდა რომ რაღაც ხელიდან გაგექცეს ის შეგრძნება. იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულია ეს შენთვის. და სიყვარული არის მეორე ადამიანს მისცე თავისუფლება და თავისუფლებაში მე არ გულისხმობ მას კონდეს უფლება, რა ვიცი, ის აკეთოს და ის გაგიკეთოს რაც გინდა, თავისუფლებში გულისხმობ იმას, რომ ის შენამდე ხო იყო დამოუკიდებელი ადამიანი, მას ხო ქონდა თავის ცხოვრება. უნებრივია მას აქვს თავისი წარსულიც ხო შესაბამისად და ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან უნდა შევიდეს თავიანთი წარსულებით, თავიანთი ისტორიებით და უნდა აღიარონ ეს ყველაფერი და მისცენ ერთმანეთს აი ეს სივრცე, რომ ურთიერთობა იყოს შედარებით, ესე ვთქვათ, ჯანსაღი. თორემ მიჯაჭვულობას მაინც ვერ ავწდებით. ვერ ავწდებით. დიგიტალიზაციამ შეცვალა თუ არა პარტნიორული ურთიერთობები, ან რა დადებითი და რა უარყოფითი მხარე აქვს ახლა დიგიტალიზაციაზე? პარტნიორული ურთიერთობები კი არა, ყველანაირი ურთიერთობები შეცვალა საერთოდ დიჯიტალიზაციამ, იმიტომ რომ ვიღაც თუ მოენატრება ახლა ადამიანს შეუძლია მიწეროს და აურეკოს და ნახვა არ არის იმის საჭირო, ესე ვთქვათ, ვიდეოში დაინახავს და მორჩა. შეცვალა ის, რომ პრინციპში მიდის ამ შეცვლისკენ ეს ყველაფერი, ნელ-ნელა უფრო ცუდ ფორმებში გადავა, რეალური ურთიერთობები და რეალური კავშირი იკარგება. და გადადის ვირტუალურზე, იმიტომ რომ მე გამიგია მინახავს ადამიანებიც, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ, თუმცა ერთმანეთი არ უნახავთ. ეხლა რთულია, ხო? აი, ურთიერთობა მაქვს, თუმცა არ მინახავს. და ეს არ არის ურთიერთობა, ეს არის კომუნიკაცია, ვირტუალური ურთიერთობა სხვა არის. და დღეს ადამიანების უმეტესი ნაწილი გადასულია ამ ვირტუალურ ურთიერთობაზე. რომ აი მე ერთმანეთს რო შეხვდებიან და ისევ მიმოწერა რო ურჩევნიათ, რომ იმდენად უცხოს ხვდები. იმიტომ რომ სახლში როდესაც ხარ და სიტყვებით ამას ამბობ, ემოცია სტრუქტურირებულია, შეგიძლია მოაქციო რაღაცაში და ის მიწერო რაც გინდა, დააკორექტირო რაც გინდა, გვიან უპასუხო, იფიქრო და როდესაც ეს ნამდვილია უშუალოდ შედიხარ, სხეულში ეს აღიქმება ცოტა ქაოტურად, ცოტა მტკივნეულიც არის და ადამიანი გაურბის ხოლმე ამას და რაც უფრო დიჯიტალიზირდება, ესე ვთქვათ, სამყარო, შეიძლება მით მეტად გაიქცეს ამას ადამიანი. რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში ანუ კავშირი, რატომ არ მინდება, რატომ მირჩევნია მიმოწერა და რატო გავურბივარ ნახვას ადამიანის? შეიძლება რამეთ ფსიქოლოგიური ტრავმა იყოს ან არა, იცი რა, ესე არის ხა გადაწყობილი სამყარო, კომფორტულია. ბევრად უფრო კომფორტულია, რაც ვახსენე, შეგიძლია რა ფორმაშიც გინდა ინფორმაში ემესიჯო, დააკორექტირო ის შენი მესიჯები, გაიცინე სმაილები მიწერო, როდესაც არ გეცინება და უშუალოდ როცა შეხვდები, შენ ხარ შენი სხეულის მატარებელი ამ ყველაფერთან ერთად. სხეულის, რომელიც დიდად ხანდახან კონტროლს არ ემორჩილება ხოლმე. და როდესაც ადამიანს შეხვდები, უშუალოდ შეიძლება სხეულებრივად რაღაცები წამოვიდეს, რომელიც შენი კონტროლის მიღმა არის, ესე ვთქვათ და ადამიანი შეიძლება გაურბოდეს ამას და ხო, რეაქციები, გაუცნობიერებელი რეაქციები, შეიძლება რაღაცნაირად გაგიღიმოს, ჩაგეცინოს ხო და ვირტუალურად უბრალოდ ნაწერი მოგდის, ნაწერი მიგდის, ხო, ამ ყველაფერს აკონტროლებ. ეს ერთ-ერთი თავდაცვის მექანიზმია, თუმცა სანამ ტელეფონები იქნებოდა იქამდე ხო ურთიერთობდა ეს ხალხი ერთმანეთთან და ძალიან ბუნებრივად, ანუ ადამიანური, ბუნებრივი ნამდვილი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია და უფრო ღირებულია, ვიდრე ვირტუალური კომუნიკაცია. ანუ ვირტუალურ ურთიერთობას არ ვეძახი. ეს გამოდის კომუნიკაცია. კი, გამოდის კომუნიკაცია. წეგან თქვი ოქროს წესი არ არსებობს პირად ურთიერთობებშიო, მაგრამ აი რა არის? მაინც გამოვიგონოთ ოქროს წესი. არ გამოვიგონოთ. აი რა არის ის, რაც ქალმა უნდა კითხოს საკუთარ თავს, სანამ პარტნიორულ ურთიერთობებში შევა, ან რა უნდა დაამუშავოს? აი შენთან მოვედი მაგალითად ეხლა კონსულტაციაზე. აი პარტნიორულ ურთიერთობებს ვერ ვაწყობ. აი რას მეტყვი, როგორ მოვიქცე? ისე ვერაფერს ვერ გეტყვი, ბუნებრივია. ორ სიტყვაში და ვერც რჩევას ვერ გეტყვი, ფსიქოლოგები რაც რჩევებს არ იძლევიან კიდე. კი, ხო და პირველ რიგში უნდა გადაწყვიტო ურთიერთობაში რა გინდა სანამ შეხვალ, აი ეს მამაკაცი, ვისთანაც გინდა ურთიერთობა, რა გინდა მისგან? რატო გინდა ეს ურთიერთობა? აი ესე ვის კითხვა უნდა დაუსვა საკუთარ თავს, რომ
ნახეთ ჩვენ რეალურად ვებრძვით საბოლოო ჯამში ჩვენს ფუნდამენტურ მარტოობას, ეგზისტენციალურად რომ ვთქვათ რა, ჩვენ მარტოები ვართ, მარტოები ვიბადებით, მარტოები გვდებით, უხეშად ვამბობ, მაგრამ გვდებით და გვჭირდება ადამიანი ითხოვს რაღაცა კუთხით, რომ სხვა ადამიანთან გაიზიაროს მისი მარტოობა. აი ეს უფრო ჯანსაღია, ანუ მე მჭირდება, რომ ჩემი მარტოობა შევისო კი არა, მე გავიზიარო შენთან ერთად ჩემი მარტოობა რა. და ურთიერთობაში როდესაც შევდივართ, საკუთარ თავს რთულია ახლა ამ ფორმით შეხვიდე ურთიერთობაში, რომ მე მარტო ვარ და მინდა სხვა ამას როგორც წესი ესე გააზრებულად არავინ არ აკეთებს, მაგრამ უნდა გასცე პასუხი, რატო გინდა ეს ურთიერთობა აი ამ ეტაპზე. იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა დანაკლისი გაქვს და გჭირდება თუ იმიტომ რომ სურვილი გაქვს, ეს სხვადასხვა რამეა. იმიტომ რომ მე რო რაღაც მინდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე აუცილებლად მჭირდება, ხო? აი პარფიუმი ავიღოთ ან რაღაცა, შეიძლება ადამიანს უნდოდეს რაც სურვილი ქონდეს, რომ აი ეს პარფიუმი ახლა მექნებოდა, მაგრამ არ მჭირდება, ახლა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩემთვის არ არის. პრობლემა არ არის თუ არ მექნება. და მეორე არის რომ დავუშვათ ეს თუ არ მივიბკურე ვერ გავალ სახლიდან, აი ეს მჭირდება აუცილებლად ხა და ამიტომ კითხვა უნდა გასცე რომ ხა მჭირდება თუ უბრალოდ სურვილი მაქვს რა, მინდა რომ ვიღაცასთან ერთად გავაზიარო ჩემი ცხოვრება, გავაზიარო ჩემი ყოველდღიურობა, გავიზარდო მასთან ერთად. ჭირდება არაჯანსაღია გამოდის. ხო, მჭირდება გამოდის საჭიროება, უკვე მჭირდება ნიშნავს რომ რაღაცის შევსება მინდა და თუ შეხვედი ამ მჭირდებათ ურთიერთობაში, კი დროებითაც შეგივსებს ის ადამიანი რაღაცას, მაგრამ მე რო წავიდეს შენგან, ხო იმაზე უფრო მეტს წაიღებს, რაც შეგივსო. და ამიტომ აი მაგ კითხვას უნდა უპასუხოს როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა, რომ რატო უნდა ეხა ეს ურთიერთობა, ხო? ჩვენ ძალიან ხშირად, აი მე მაგალითად ეხა გავიხსენებ, ძალიან ხშირად არ შევდივართ პირადი ურთიერთობებში საკუთარი სურვილებით, ხო? მე მახსოვს მაგალითად მიფიქრია ესე, რომ ანუ თუ ეს პარტნიორი მეყოლება, ტარს მივიღებ იმისგან, ვისგანაც მაკლდა, დედისგან, მეზობლისგან, მასწავლებლისგან, რომელმაც არ მაღიარა, რომელმაც არ დამაფასა, რომელმაც არ მიმიღო. ან ძალიან ხშირად შევდივართ გაუცნობიერებულ ურთიერთობებში, რაც ძალიან საშიშია ჩემი აზრით, იმიტომ რომ არ ვიცნობთ ჩვენ სურვილებს, არ ვიცნობთ საკუთარ თავს და ალბათ ყველაზე ჯანსაღ ურთიერთობას ქმნის ადამიანი, ვინც პირველ რიგში იწყებს საკუთარი თავის გაცნობას. აი ახლა რაც ახსენეთ, თქვენ ეხლა შეგვიძლია მაგას პასუხი გავცეთ, რომ თუ პარტნიორი მჭირდება იმისთვის, რომ მე ტაში დამიკრან და ტაში დამიკრას დედამ, მამამ და სხვებმა და მე ეს ტაში ბავშვობაში მეკლდა, ეს უკვე გვეუბნება იმას, რომ პარტნიორი კი არ გჭირდება, მე მნიშვნელოვნების განცდა მჭირდება და პარტნიორის მეშვეობით შემიძლია უბრალოდ ეს გავაკეთო. ანუ გავანივთე ეს პარტნიორი, იმიტომ რომ პარტნიორი თუ იქნება ისეთი, როგორც დედას უნდოდა, ან მამას უნდოდა, ან მამიდას ან სხვას, მე ბოლოს და ბოლოს ფსიქიკურად შევასრულებ და ვუპასუხებ მათ სურვილს. და ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი კი დამიკრავენ ტას, რომ ნახე რა კარგი ბიჭი შეხვდა რა. მაგრამ მე არ ვიქნები სრულყოფილი ამით და ეს სადღაც ჩამომენგრევა, იმიტომ რომ მივხვდები, რომ მე ის ადამიანი, რომელიც მე ავირჩე, მე არ ამირჩევია. ის დედა ჩემმა, მამა ჩემმა, ნათესავმა, სხვა მაირჩია და მე უბრალოდ ჭირდებოდა რომ მათ დავენახე და რადგან ისინი ვერ მხედავდნენ მთელი ცხოვრება, აი ახლა მათ ამ პარტნიორის საშუალებით საკუთარ თავს დავანახე. კი. კი, ზუსტად. ანუ ჩემთან ეგ იყო ზუსტად 100%. დასასრულისკენ მივდივართ და წეღან მკითხე, რატომ ავირჩიე პარტნიორული ურთიერთობები და დღეს ხო სამშეხვედრა გვაქვს პარტნიორულ ურთიერთობებზე. და გეტყვი, რატომ ავირჩიე, ჩვენ ერთ-ერთი სამუშაო როლი გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც აი სტორში დადებულია გვაქვს უკვე გაყიდული, ან 24 საათი არ ჭირდება მაგალითად 100 ეგზემპლარის გაყიდვას. ყველაზე მოთხოვნადი არის პარტნიორული ურთიერთობები. რატომ შენი აზრით, ანუ სად არის პრობლემა? რატომ ვერ ქმნიან ჯანსაღ პარტნიორულ ურთიერთობებს, ხო, მუშაობენ ადამიანები საკუთარ თავზე, მაგრამ აი ეს პარტნიორული ურთიერთობა არის ყველაზე დიდი გამოწვევა. თუნდაც კურსი, ახლა ერთი თვის წინ მქონდა კურსი ჩაშვებული, სტორით გაიყიდა, ასევე ერთი სტორით დავდეთ და პარტნიორულ ურთიერთობებზე უკვე თერაპიული კურსი იყო, ადგილი არ იყო, ხო? ანუ ეს არის ის, რაც ჩვენს მეორე ნახევარს ავსებს. თუ დანაკლისი გვაქვს და ვცდილობთ ამით ამოვივსოთ და ვუმალავთ საკუთარ თავს, აი დიდ ყვილს ვეუბნებით საკუთარ თავს, რომ იცი არსებობს დანაკლისი, რაც ადამიანი სრულყოფილად ვერასდროს ვერ ივსებს, ესე ვთქვათ და დანაკლისები ურთიერთობენ ხოლმე ერთმანეთთან. იმიტომ რომ როდესაც ბავშვის ცხოვრებაში ხდება პირველი განშორება, ხო?
დედის ამ შემთხვევაში ან მამის ის დანაკლისი რაც მის ფსიქიკაში იმ მომენტში ჩნდება ის ამოუსებელი რჩება ესე ვთქვათ. ამიტომ ადამიანი ყოველთვის ცდილობს რომ აი ეს დანაკლისი შეივსოს. პირველი მნიშვნელოვანია რომ ეს გავაცნობიერო რომ ეს დანაკლისი მაქვს და დანაკლისის ამოსავსებად კი არ უნდა შევიდე ურთიერთობაში. ამ დანაკლისით უნდა შევიდე ვაღიარო და ამით ვიურთიერთოთ რა. და იმიტომ არის ეს ურთიერთობა ალბათ ყველას იმიტომ აინტერესებს რომ ზოგადად ეს ცხოვრება არის ურთიერთობები და ყველაფერი არის ურთიერთობები საბოლოო ჯამში. არა მარტო პარტნიორული, ხო? კოლეგიალური, ოჯახური, მშობლური და ასე შემდეგ, ხო? და არის ყველაზე რთული, ესე ვთქვათ, არ არის ურთიერთობები მარტივი, იმიტომ რომ არც ადამიანი არ არის, ესე ვთქვათ, მარტივი ფსიქიკის მატარებელი, ხო? აქედან გამომდინარე არ მიგვირს რომ ყველას ეს საკითხი აინტერესებს, ვინც კი სადმე მეძახდა, რა ვიცი, პოდკასტი იქნებოდა, ვორქშოპი, მასტერკლასი თუ რაღაცა, ყველა მოკლედ ამაზე მალაპარაკებს, ყველას ეს აინტერესებს და ნუ მივეჩვია უკვე მეც რომ მოთხოვნა ამას დიდია, იმიტომ რომ ესე გამოდის რომ ჩვენ სოციალური ცხოველები ვართ და ადამიანებს ესე ვთქვათ საბოლოო ჯამში მაინც ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება რომ ერთმანეთს გაუზიაროთ ის მოკლე პერიოდი, რასაც ჩვენ ამ სამყაროში ვატარებთ. აქედან გამომდინარე ვცდილობთ რომ ვისწავლოთ რაღაცნაირად ეს ურთიერთობა, რომ ის პერიოდი ტანჯვაში კი არა შედარებით მსუბუქად და სასიამოვნოდ გავატაროთ. ამიტომ არ მიგვირს მოკლედ. ხო, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პროგრამებზეც ისევე როგორც სამუშაო როლებზე 99% ქალბატონი მუშაობს, ანუ ქალი მუშაობს სამწუხაროდ. რა შიშები აქვთ მამაკაცებს შენი აზრით, რის გამო არის, რომ თვითონ არ ვითარდებიან თუ ჯგუფური მისთვის ცოტა სირცხვილთან ასოცირდება, ინდივიდუალური ურჩევნია? ვითარდებიან დამოუკიდებლად ხშირ შემთხვევაში. აი HR-ები მაგალითად ქალები უფრო მეტნი არიან თუ კაცები? ქალები, კაცს კი ნახავს? ძალიან იშვიათად, აი 1-2 შემხვედრია, მაგრამ ძირითადად ხო, არა. არა, ის გასაუბრებაზე რომ მიდიხარ, HR-ი ქალია. კაცი ყოველ შემთხვევაში გარშემხვედრია, ანუ head HR-ები არიან, მაგრამ ნაკლებად. ეხლა თვითგანვითარების კურსებზე, პიროვნული განვითარების ტრენინგებზეც შეიძლება იყოს 10-დან 8-9 ქალი, ხო? და 1 კაცი. ანუ ტენდენცია არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაცები არ ვითარდებიან, კაცებს კიდე ერთხელ ამბობ, ყველა ადამიანზე, ყველა კაცს რა თქმა უნდა არ გულისხმობ, ურჩევნიათ მარტო ამ ყველაფრის სწავლა, განვითარება, ჩაღრმავება, ეს ვიღაცეებისთვის კომფორტულიც არის და ვიღაცეებისთვის უფრო მეტად სასიამოვნოც კი არის, როდესაც ის მამაკაცი მარტო აკეთებს ამას და მერე შეუძლია შეუერთდეს უკვე გაცნობიერებულად იმ ჯგუფს. და ამის უკან რა დგას? ძალიან ბევრი რაღაცა დგას ამის უკან და ამის უკან დგას თითოეულის თავისი პერსონალური, ინდივიდუალური ისტორია. ამიტომ მე თავს ვარიდებ ხოლმე ესე ზოგადად, რაც თქვა, შეიძლება ძალიან ბევრთან არ რეზონირდეს და მათთვის იყოს გაუგებარი. ამიტომ ხო, თავში ვიქავ. ნუ ბოლო კითხვასაც დაგისვამ პარტნიორ ურთიერთობებზე და всё. ესე იგი ამ ხო, ეს კითხვა ძალიან ისეთია, ხშირად შემომდის ხოლმე, როდესაც ქალი იწყებს პარტნიორ ურთიერთობებზე არ საკუთარ თავზე მუშაობს და ამ შემდეგ ამთავრებს რაღაც ტოქსიური უწოდეთ, ან მიჯაჭვულობის რაღაც და შედის ჰარმონიულ პარტნიორ ურთიერთობას იწყებს, ხშირად ამბობს, რომ მოსაწყენი ხდება ეს ურთიერთობა და ის პეპლები აღარ აქვს, რაც ქონდა წინა პარტნიორ ურთიერთობაში, ხო? ჩვენთვის ასოცირდება ესე, რომ ან პეპლები აქვს მუცელში, ესე იგი შეყვარებულია და ეს კარგია. რამდენად ჯანსაღია აი ეს ურთიერთობა, სადაც პეპლებია სულ და სადაც სუშფოთია, სულ ემოცია არის. ხა პეპლები, ესე მეტაფორულად პეპლები უნებრივია. ეს მეტაფორულად პეპლები დაკავშირებული იყო პირველ, ესე ვთქვათ, მოწონებასთან, პირველ სიყვარულთან, პირველ ფიზიკურ შეხებასთან და პირველ ფიქრთან, ესე ვთქვათ, ქალზე ან მამაკაცზე. ბუნებრივია პეპლები მთელი ცხოვრება ვერ გაგრძელდება და სიყვარული პეპლებთან არ არის დაკავშირებული, პეპლები არის უფრო ეიფორიის, ემოციის მდგომარეობა, ხო? სიყვარული არის სტაბილური მდგომარეობა, ვიდრე ემოცია, რომელიც მოითხოვს თავის წესებს ისეთი ნათქვამია, ინახეთ სიყვარულს სჭირდება ზრუნვა, სიყვარულს სჭირდება გაფრთხილება, სჭირდება მოვლა, ადამიანის გათვალისწინება, ხო? იქ ხა ბავშვი რო ჩნდება ოჯახში, მეორე ჩნდება, ხო, იზრდება ეს ოჯახი, იქ შეიძლება პეპლები საერთოდ არ იყოს და
თან ეგ როგორი რაღაცა ხა ბავშვობაში ჩვენასაც განვიცდით, ყველა შეგრძნება ბუნებრივია არ მოყვება, ხო? იდენტურად არ გრძელდება. ამიტომ პეპლების არარსებობა ვერ იქნება იმის უბრალოდ პეპლები არ განსაზღვრავს უბრალოდ სიყვარულს ესე რომ თქვა ხო, რა. შეიძლება უბრალოდ მას ენატრებოდეს ის ძველი ქაოსი და იმას უწოდებდეს პეპლებს. იცი რა არის? აი ღალატიც ხო ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე. ოჯახებში და ღალატის დროს პეპლები აქვთ. მაგალითად, ანუ ადრენალინია ეს. როდესაც აი წყვილი მაგალითად სანამ იქორწინებდა, ხო, შეყვარებულობის პერიოდში დაფრინავდნენ, ხო? ხო, გვინახავს ეგეთი წვილები. და უშუალოდ უკვე ურთიერთობაში რო შევიდნენ, ის მათი ემოციები გაქრა, იმიტომ რომ ურთიერთობა არის პასუხისმგებლობა, ურთიერთობა არის ვალდებულებები. ხა შეყვარებულებს იქ არ ყავდათ შვილი, არა აქვთ ვალდებულება, არ აქვთ თანაცხოვრება, ხო? ისინი უბრალოდ ერთმანეთს ხვდებიან, მერე სახლში მიდიან, ერთმანეთზე ფიქრობენ შემდეგ შეხვედრაზე, მერე ისევ ერთმანეთს ხვდებიან, ცოტა დროს ატარებენ, მერე ისევ სახლებში მიდიან, ხო? და როდესაც ეს ორი ადამიანი ურთიერთობაში შევა, ისინი ყოველდღიურობაში ხედავენ ერთმანეთს. ყოველდღიურობაში როდესაც ხედავენ ერთმანეთს, ბუნებრივია პეპლები და ის ადრენალინი იკლებს. იქ მერე იწყება ვალდებულებები, იწყება პასუხისმგებლობები, ხო? ინაწილებენ ამ ვალდებულებებს, მერე ჩნდება ბავშვი, მერე შემოდის მათი ესე ვთქვათ, ცნობიერებაც ფართოვდება, იზრდება, ბევრ გადაფასებას ახდენენ და შესაბამისად პეპლების ადგილი იქ უკვე აღარ რჩება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიყვარული არ არის, ხო? თუ ეს წვილი დისტანცირდება, ამ შემთხვევაში არის ხოლმე მე მონატრებაც უფრო მატულობს და წვილი ხანდახან ირჩევს ხოლმე, რომ მოდი ცოტა ხანი ხوار დისტანცირდეთ. ცოტა ხნით დისტანცირდეთ და დავაკვირდეთ, აბა ჩვენ შეგრძნებებს. იქნებ უფრო მოგვენატროს ერთმანეთი და ზოგი ამ გადაწყვეტილებამდე მიდის ხოლმე, ოღონდ ეს უნდა იყოს ერთობლივ. ხო. ეგ ევროპაში ძალიან ხშირად არის, როცა წყვილი დისტანცირდება მაგალითად და ძალიან ხშირად პირიქით ურთიერთობას უშლის ხელს, ანუ ქალს გონია, რომ ეხლა ამან შემოთავაზა ის იმიტომ, რომ შემდეგ უნდა ჩემთან დაშორება. შეიძლება თუ არა ამ პირიქით შეუშალოს ურთიერთობას ხელი. აი ხა ეს ქალი რომელიც ამას ამბობს, საუბრობს თავის შიშებზე, თავის შფოთვებზე, ხო? რომ ესე იგი ხელიდან მისხლტება და ცდილობს რომ ეს მან გამიკეთოს ისეთი მსუბუქი ფორმით რომ არა პირდაპირ ეხა დისტანცირდება ჩემგან და მე მეტყვის რომ აი დისტანციაში აღმოვაჩინე რომ თურმე მარტომდომებია ყოფნა და მოკლედ ჯობია დავიშალოთ, ხო? ანუ ეს არის პირველი შიში. სად მივდივართ ისევ დაკარგვის შიშამდე. ამ დედა მიდის სახლიდან მეუბნება რომ მოვალ მალე, მაგრამ მოვიდა გვიანან მოვიდა მეორე დღეს. ანუ სამყარო არაპროგნოზირებადია და თუ პარტნიორი წავა და მე თუ ეს რეაქცია მაქვს, ამ დროს მივდივარ ჩფოთვამდე და შიშამდე. მე იმას არ მომბო პარტნიორი რომ მიდის და გიხაროდეს და არა მაგარია ეს წავიდა ეხლა და რაც უნდა ის უქნია, არა, რომ წავა, შეიძლება რაღაც განცდა გქონდეს, მაგრამ შიში და შფოთვა იქ არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ჩვენგან წავიდეს. ორი მიზეზით შეიძლება მოხდეს ან გარდაცვალება, ან მისი ჩვენი ცხოვრებიდან წასვლა. ამიტომ ჩვენ საბოლოო ჯამში მარტოები ვართ. ფუნდამენტურად მარტოები ვართ. და ვცდილობთ რომ ეს ჩვენი მარტოობა ესე ვთქვათ შევისვოთ ადამიანებით. თუმცა არავინ ჩვენი საკუთრება არ არის, უნდა გავაცნობიეროთ რომ არავინ ჩვენი საკუთრება არ არის და არც არავის საკუთრება ჩვენ არა ვართ. და შედარებით ხდება, მე არ ვამბობ რომ ამას ბედნიერება მოაქვს. მაგრამ რეალობას თვალს უსწორებ და სწავლობ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებას, რამაც შეიძლება მე მოგიტანოს სიმსუბუქე და ხო. მადლობა ნიკო, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. ვფიქრობ, მეტნაკლებად გავეცით იმ კითხვის პასუხი, რაც ყველაზე ხშირად ადამიანის საკუთარ თავს, რასაც საკუთარ თავს უსვამს და მეტნაკლებად გავარკვიეთ რა არის მიჯაჭვულობა. კი ბატონო, მეტნაკლებად გონი გამოგვივით. კი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, მე კი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.